თეა წულუკიანის კომისიამ ითხოვა, რომ უშუალოდ თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ითხოვა, რომ 5 ივნისამდე გაუგზელდეს კომისიას მუშაობის ვადა და უკვე სექტემბერში დადებენ ისინი დასკვნას. შესაბამისად 100%-იანი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პარლამენტი გაუხანგრძლივებს ვადას თეა წულუკიანს და იმ სხვა ანტისახელმწიფოებრივ ელემენტ პირებს, რომლებიც ამ რაღაც საგამოძიებო კომისიას თავკაცობენ, ხელმძღვანელობენ და ამ საგამოძიებო კომისიად წოდებულ თავყრილობაში იღებენ მონაწილეობას. რატომ მოითხოვეს? იმიტომ მოითხოვეს, რომ მათ სურთ გამოიძიონან 5 მაისიდან 5 ივნისამდე 2013-დან 2023-მამდე თუ 22-მდე რასაკეთებდა საქართველოს მთავრობა, კი არა პოლიტიკური სპექტრი და ის საქმეები, რომლებიც 13-დან 22 წლამდე ხდებოდა, მიმდინარეობდა, ამდები, რომლებიც მიმდინარეობდა. მე მომაწოდეს ხელთ მაქვს იმ პირთა სია ნაწილისა ყოველ შემთხვევაში, ვინც ამ კომისიაზე, მოდი ასე ვთქვათ, მაღალი ალბათობით იქნება დაბარებული. მე ყველას არ ჩამოვასახელებს, ხადი არ ვიტყვი, მაგალითად ესეთი მინისტრი იყო ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრისა. მასაც ალბათ დაიბარებენ, მაგრამ მას ხადი არ მასზე არაფერს ვიტყვი. მე დავასახელებ იმ პირებს, რომლებიც არიან იქნებიან დაბარებულნი და თუ არ გამოცხადდებიან ამ კომისიაზე, მაღალი ალბათობით დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც არიან კრიტიკოსები დღევანდელი ქართული ოცნების ხელისუფლებად წოდებული ბანდისა. უკლებლივ ყველა კრიტიკოსია მეთქი ამას, ნელად თუ ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი მეორე მხრივ, როგორ არ ვიტყვი. ხო და აი დავიწყოთ ესე. იერარქიულად სტატუსის თუ რანგის მიხედვით. დაბარებული იქნება გიორგი მარგველაშვილი, ჩემი რწმენით ის არ გამოცხადდება, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ კომისიად წოდებულ თავყრილობაზე, ბანდიტების თავყრილობაზე. სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, პაპუნა მიხეილ ჯანელიძე, ბუკა ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი და მამუკა ბახტაძე. აქედან მამუკა ბახტაძე რომ არ არის ოპონენტი, კრიტიკოსი და მაღალი ალბათობით გამოცხადდება ამ კომისიაზე, ეს ფაქტია, თუმცა რამდენადაც ვიცი საქართველოში არც იმყოფება, მაგრამ შესაძლოა ვცდები. ვინც არ გამოცხადდება ამ კომისიაზე და არ დაუჯდება თეა წულუკიანს, მათ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მაინც და მაინც მათ გაკოჭვას არ გულისხმობს. ისე კარგი იქნებოდა, საინტერესო იქნებოდა, რომ გაეკოჭათ ლევან ბერძენიშვილი, კარგი არ იქნებოდა, საინტერესო იქნებოდა. აი დაადეს ამ დისიდენტ კაც ხელბორკილი, ან გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშვილს, დავით უსუფაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს. საინტერესო კადრი კი იქნებოდა, თვალსასეირო, მაგრამ ახლა არ გვეღლიცინება და სეირის ყურების დრო არ არის. და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათაც დააკისრებენ ფინანსურ სახდელს. ისიც თქვენ რომ მამუკა ხაზარაძეს დააკისრეს თუ არ ვცდები 50,000, ირაკლი ოქრუაშვილს თუ არ ვცდები 20,000. ხო და ესენიც პოტენციურად თუ არ გამოცხადდებიან, ესენიც არიან იქნებიან სისხლის სამართლის დამნაშავენი სასამართლოს მიერ ბრალდებულნი და ფულადი ჯარიმით გამოძვრებიან ბჭყალებში თუ უბჭყალებოდ. სხვა შორის გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დაიბარა წულუკიანმა, ისო ბევრ რამეს ჩადიოდაო, თითქოს გიორგი გახარია მისი პრემიერ-მინისტრი არ იყო, უშუალოდ მისი ხელმძღვანელი არ იყო, ბევრ რამეს ჩადიოდაო და ერთი მოვიდეს 20 ივნისზე გაგცეს პასუხიო. მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ იმის, რომ ვინმე საერთოდ გამოცხადდეს ამ ბანდის თავყრილობაზე. კომისიად წოდებულ
ბანდას გულისხმობ, თავყრილობას გულისხმობ. მაგრამ აი გიორგი გახარიასთან მიმართებაში ცოტა ამბივალენტური დამოკიდებულება მაქვს და რატომ გეტყვით. თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მართლაც მივა ამ კომისიაზე და სწორედაც რომ ჰკითხავენ 20 ივნისის თაობაზე, ძალიან კარგი ამბავი იქნება, აი თვალსასეირო მართლაც იქნება, ოღონდ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ამბავი იქნება, თუ ეს ამ კომისიის ეს ხდომა პირდაპირ ეთერში იქნება მაგალითად საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ხოლო გიორგი გახარია არც აციებს, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი არც აციებს და არც აცხელებს და იტყვის, რომ კი ეძინა, როცა დარბევა დაიწყო, მაგრამ შესაძლოა ფხიზლობდა კიდეც და ბრძანება 20 ივნისის მოწყობის თაობაზე გასცა, მომცა, დახტაძეს პრემიერ-მინისტრს, თუმცა ეს უკანასკნელი უბრალოა იმ ამბავში, რამდენადაც მე ვიცი, უშუალოდ ბიზინა ივანიშვილმა, უკაცრავად რუსულიზა, ჩერეზ, ასე მაგალითად ანზორ ჩუბინიძე. აი ამ შემთხვევაში კი თეაძულუკიანი, რომელსაც რასაკვირველია ამოჩემებულია, ყავს ცალკეული პირები, ჩემს მიერ უკვე დასახელებულები და არა მხოლოდ ისინი. და სხვაებიც, ასე უნდა თქვა, გაიჭედებიან. იმიტომ რომ ისინი კი ცდილობენ, რომ დაკითხონ და დანაშაულონ ქართული ოცნების ოპონენტები და დანაშაულონ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, მაგრამ მეორე მხრივ ამ კომისიას წოდებულ თავყრილობას, ბანდის თავყრილობას ხომ საგამოძიებო კომისია ქვია, ხოლო გამოძიება ნიშნავს გამორკვევას, გაგებას იმისა, რა მოხდა რეალურად ამა თუ იმ წელს, ამა თუ იმ დღეს. აი 20 ივნისს რა მოხდა, ჩვენ ჯერაც არ ვიცით. სრული სურათი, სრული ინფორმაცია არ აქვს. მათ შორის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ გახარიას ჩაეცინება ხოლმე, ის მაინც ესე ღიად არ საუბრობს ბრალეულობაზე ბიზინა ივანიშვილისა. ხო და ეს კომისია თუ მაინც და მაინც გამოცხადდება ამ კომისიის ხდომად წოდებულ თავყრილობაზე გიორგი გახარია, საუკეთესო ასპარეზი არის, საუკეთესო შესაძლებლობა იქნება მისთვის, რომ ფარდა ახადოს აი ამ დახურულ ბურუსით მოსილ პროცესებს, ამბებს, რომლებიც განვითარდა აგე უკვე ამდენი წელი გავიდა, 6 წელია, ხო? 6 წლის წინ. კარგი ამბავი იქნება. ჩვენ ვარაუდობდით, რომ თეაძულუკიანის კომისია მუშაობას დაასრულებდა რა 5 მაისს და 2003-დან ვიდრე 2012-ის ჩათვლით ამბებს გამოიძიებდა რა ბრჭყალებში, დასაკვირველია. უკვე შემდგომ დღეებში მალევე დაწერდა, დადებდა დასკვნას იმის თაობაზე, რომ აი ამ წლებში ხდებოდა ეს და ეს ცუდი მათეული გაგებით ამბები და უპატაკებდნენ ისინი მოსკოვს, კრემლს და ბრალს დაძდებდნენ წინა ხელისუფლებას ასე მაგალითად ომის გაჩაღებაში. რომ არ დამავიწყდეს, ბოდიშ ვიხდი 2012-დან სიაში ერთი კაციც არის, კიდე დავასახელებ მასაც 2012-დან 23 წლამდე მიმდინარე პროცესებში ეს კაცი კი არაფერ შუაშია, როგორც ხელისუფალი, თუმცა მის დაბარებასაც აპირებენ, ეს კაცი არის გიგაბოკერია. ისიც რასაკვირველი არ გამოცხადდება, ეხა ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინც. ხო და ჩვენ ვარაუდობდით, რომ ასე უპატაკებდნენ, დაწერდნენ რა დასკვნას მოსკოვს, კრემლს, პუტინს თუ ასე შემდეგ და ხელდამშვენებულნი ჩავიდოდნენ 9 მაისს ეახლებოდნენ პუტინს. მე ამ ამბავს, გამგზავრებას ყაველაშვილისა თუ კობახიზისა თუ ორივესი მოსკოვს საშინა სულაც არ გამოვრიცხავ. ისინი ვერასოდეს იტყვიან ამ წინადადებას, ჩვენ არ წავალთ მოსკოვში, არ იტყვიან და ვერ იტყვიან, როგორ იტყვიან, როცა თავად მოსკოვის აქაური ფილიალის ნაჩალნიკები არიან, ფორმალისტური ნაჩალნიკები, მაგრამ ის კი გაირკვა, რომ სექტემბრამდე გადაიდო ამ კომისიის დასკვნა და რატომ სექტემბრამდე კვლავაც იმ აზრზე ვრჩები, რომ უკვე სექტემბერში დაჩქარებული წესით, როცა გამოაქვეყნებს კომისია ამა თუ იმ დასკვნას აკეთებს, ამა თუ იმს კი არა დასკვნას, უკვე შემდგომ
უკვე შემდგომ ესენი წავლენ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და ამას მოასწრებენ ვიდრე ვარცდები 4 თუ 5 ოქტომბრამდე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე ყოველ შემთხვევაში ეს ჩანაფიქრი აქვთ რომ უკლებრივ ყველა პოლიტიკური ჯგუფი სუბიექტი მისხიპონ ერთიანად ერთი ცელის მოსმით და ამასობაში კი ექნებათ შექმნილი რაღაც ივლისისთვის ხარიბაშვილის ალტერნატიული პარტია რომელიც ღირსეულ ბჭყალებში კონკურენციაში ბჭყალებში შევა კობახიძის ქართული ოცნების ბანდასთან ანუ ბიზნა ივანიშვილს ეს ორი საცეცი ხან იმას წამოწევს ხან ამას წამოწევს როგორც მარიონეტებს და ურდეთ ერთ წამსიას ღიად დავსვავ კითხვას რამდენიმე ჩამოვასახელებ თუ გნებავთ მაგრამ თუ გნებავთ ყველას გიორგი მარგველაშვილი აქ იგითხარით რომ დარწმუნებული ვარ რომ გიორგი არ მიდის ქალთუი სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებული ვარ რომ არ მიდის ირაკლი ალასანიას მოვუწოდებ და გონია რომ ის არ მიდის თინა ხიდაშელი არ წავა დავით უსუფაშვილი არ მივა გიორგი კვირიკაშვილს მოვუწოდებ რომ არ მივიდეს ამ კომისიაზე პაპუნა ჯანელიძეს მოვუწოდებ რომ არ მივიდეს ბუკარო არ წავა ეს ცხადზე ცხადია მაია ფანჯიკიძეს მოვუწოდებ რომ ის არ წავიდეს არ მივიდეს ამ კომისიაზე ლევან ბერძენიშვილი დავით ბერძენიშვილი რომ არ მივლენ ამაში პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ მამუკა ბახტაძეს მოვუწოდებ თუ გნებავთ არ მოვუწოდებ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ მამუკა ბახტაძე არ იქნება მკვეთრი და არ ისაუბრებს იმაზე რაც მან იცის და მან ბევრი რამ იცის როგორც პრემიერ-მინისტრმა ეყოფა თუ არა სიტამამე გონია რომ არა მაგრამ ნუ ესეც მისი გადასაწყვეტია საბოლოო ჯამში საინტერესო ამბები გველის წინ ისევ გამოვჭამ კი გავოკერია რომ არ მევა ეს გასაგებია ეს ცხადზე საინტერესო ამბები გველის წინ ასეთ შემიძლია თქვა რომ ბიძინა ერთგვარად დაკავებული არის მოვიგოროთ სიტყვა ხარაკირი ხორცებობს ხარაკირი ასაკვირია თვითდაზიანებას ნიშნავს მაგრამ ახლა მაინც შევაერთოთ ეს ორი სიტყვა ორი აზრი თვით ხარაკირით არის ანუ საკუთარი მუცლისავე გამოფატორით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი რომელსაც ცაკუდად და დედამიწა ქალამდე არ მიაჩნია მაგრამ და ბევრი რამ მართლაც გაზდის როგორ არა მაგრამ ეს ყველაფერი ასაკვირველი დროებითია მას მართლა რომ წაეკითხა ნიჩეც უკარნახებდა იმას ნიჩეც უბიძგებდა იმ ფიქრისაკენ რომ მუდმივი გამარჯვებანი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს რაც არ უნდა ბაობაბის ხეებს მისდიოდე თუ ეხუტებოდე ნახვამდის